მოგესალმებით, მეგობრებო, დაბრუნდით მეშვიდე მარშრუტის ვიდეოთი, აი ამ ადგილიდან გამოვდივართ, აი ეს თეთრი მანქანა სადაც დგას, მაგ ადგილიდან უნდა გამოვიდეთ მარცხენა ციმციმით, მერე გამოვხედოთ წრიულზე მარცხენა მხარეს, ჩავრთავთ მარჯვენა ციმციმას და როცა არავინ არ იქნება, შემოვერთდებით ეგრევე. შემოვდივართ აუცილებლად ამ ჩამოსახოვში, მანამდე კიდე ერთი ჩამოსახოვია, სადაც არ უნდა ჩავიდეთ, იმიტომ რომ იქ ავტობუსის გზა არის და ჩვენ შესვლა გვეკრძალება. აქ შეგვიძლია დავიკავოთ შუა ნაწილი, ამ შემთხვევაში შუა ნაწილში მოვდივარ, იმიტომ რომ მოძრაობაში, როგორც ხედავთ, სხვა მანქანები არ არიან, მარჯვენა მხარესაც შეგვიძლია მოძრაობა, მარცხენა მხარესაც. თავარია, რომ თუ დიდი მოძრაობა იქნება, აუცილებლად რომელიმე ერთი მხარე დაიკავოთ, ან მარჯვნივ, ან მარცხნივ. და თუ დაბრკოლება შეგხვდათ, აი დაუშვათ ესე მარჯვენა ზოლში მოვდივარ და დაბრკოლებაა, ჩავრთავთ ციმციმა, სარკეს მხარს შევამოწმებთ და გადმოვდივართ მერე მარცხენა მხარეს. აქედან დაგვიძახებს, რომ 500 მეტრი მარჯვნივ, შემდეგ გვეუბნება, რომ 300 მეტრში მოვუხვიოთ მარჯვნივ. აი წინ ახლა როგორც ხედავთ, შუა ნაწილი ხომ მიკავია გზის მარჯვენა მხარე არის დაბრკოლებული. ამ შემთხვევაში უბრალოდ აი სარკეს შევამოწმებ, ოდნავ მოვიწევ, იმიტომ რომ რადგან მოძრაობა არ არის და საერთოდ არავინ არ მოძრაობს ჩემს გარდა ამ შემთხვევაში გზაზე, შემიძლია რომ ოდნავ უბრალოდ მოვიწიო. ავწდები, ჩავრთავ მარჯვენა ციმციმას, მარჯვენა სარკეს შევამოწმებ, მარჯვენა მხარზე გამოვიხედები, ნელ-ნელა მოვალ რომ ამ ქვეითმა გზა დატოვოს, აი ესე მალე მოვუხვეთ მარჯვნივ დაგვიძახებს, ცოტათი აი ესე წინ მოვალ. როგორც კი შემოვალ მონახაზში და მარჯვნივ მოხვას დავიწყებ, მხარზე მარცხნა ესე კარგად გავიხედები, დავინახე რომ არავინ არ არის. აქედანვე ჩავრთავ მარცხენა ციმციმას, 70 გვაქვს მაქსიმალური სიჩქარე, ნელ-ნელა ავაჩქარებთ, ვიცით რომ არავინ არ მოდის, მაგრამ სარკეს და მხარს მაინც შევამოწმებთ და შემოვერთდებით გზას. თუ ვინმე ვერ შემოხვედით, მაგალითად აქ ბოლოსკენ გაჩერების უფლება გაქვთ, გააჩერებთ და შემდეგ უკვე როცა თავისუფალი იქნება, მაგის მერე აჩქარებთ. 70-იანი ზონა არის, მაქსიმუმ 65-ით ჯობია რომ იმოძრაოთ, რომ სიჩქარე არ გაგექცეთ, 60 არის ყველაზე კარგი სიჩქარე, თუ ნელა მოგიწიათ მოძრაობა, ეს პრობლემას არ შექმნის, ანუ საცობი იყო და თქვენს წინ სხვა მანქანებიც მოძრაობენ, დიდი ყურადღება არ მიაქცევთ, ანუ ივლით 30-ით, მიყევით 30-ით. თავარი აქ მომენტი ის არის, რომ 70-ზე სწრაფად არ ვიმოძრაოთ. პირველი, მესამე და მეოთხე მარშრუტის ჩასახვევი შეგვხდება ახლა, აქ არ ჩავდივართ, მეშვიდე მარშრუტი ჩადის თბილისის ქუჩაზე და კიდევ ჯერ არ გვიკარნახებს და კიდევ პირდაპირ ვაგრძელებთ მოძრაობას. ამ გზაჯვარედინს როგორც კი გავხსნებით, ნახე გზაჯვარედინს მოვახლოვდი, გაზიდან ფეხი ავიღე, ოდნავ შევანელე, რომ ვინმე ქვევიდან არ ამოვიდეს და გზა არ გადმოგვიჭრას, გავიხედე რომ არავინ არ იყოს და ვაგრძელებ მოძრაობას, 70-იანი გვაქვს ისევ, აქედან გვეტყვის, რომ 500 მეტრი მოვუხვიოთ მარცხნივ. ანუ ერთი ზოლი გვაქვს, რეაგირებას არ ვაკეთებთ, ამ ერთ ზოლში მოძრაობთ. ორი ზოლი რო ყოფილიყო, მაგ შემთხვევაში უკვე მარცხენა ზოლს დავიკავებდით, 300 მეტრი მოვუხვიოთ მარცხნივ, რო დაგვიძახებს, უკვე აქედან ჩანს პირდაპირ და მარცხნივ ის არის. იმ პირდაპირ და მარცხნივ ისართან უნდა ჩავუხვიოთ მარცხენა მხარეს. ეს ადეთ როგორც აღნიშნე, რომ ჩაღრმავებული გზა არის, აქ იმოძრაოთ და ზედმეტად მარჯვნივ ან მარცხნივ არ წახვიდეთ. მალე მოვუხვეთ მარცხნივ, ჩავრთე მარცხენა ციმციმა, ის არის ოდნავ როგორც კი გავწდები, სარკეს შევამოწმებ, წინდან არავინ არ მოდის, გვერდზე გამოვიხედები, რომ აქედან არავინ არ მოდიოდეს და ჩამოვდივარ მარცხენა ზოლში. მარჯვენა მხარეს ზოლი არ არის, ამიტომ უფრთხილდით, რომ იქ ჩასვლა ავტომატურად ეგრევე ჩაგჭრით. მარცხენა ზოლში შემოვედით, აქ უკვე 50 გვაქვს მაქსიმალური სიჩქარე, ახლა ოდნავ შევანელებ, მარჯვენა სარკე, მარჯვენა მხარე და გადმოვალ მარჯვენა ზოლში. მარცხენა ზოლი არ დავაყოვნოთ და თავისუფლად იყოს მარცხენა ზოლი. ცოტა ხანში შეგვხდება მარჯვენა ზოლში დაბრკოლებები, რომელიც რავი გარდაუვალია, იმიტომ რომ ყოველთვის ვიღაც დგას იქ მარჯვენა ზოლში და მერე უკვე გადავდივართ მარცხენა მხარეს. ცოტა სინათლე მოვუმატო. აი პატარა აღმართივით რო არის წინ, აი აქ იამა არის, შევანელებ, ძალიან გზაზე არის და შესაბამისად ნელა გადავიყვან მანქანას. პატარა აღმართივით რო არის წინ, მანდ ნახეთ, დააკვირდით, როგორც კი გავწდები, მერე უკვე დაგვჭირდება, რომ მარცხენა ზოლი დავიკავოთ. დავაკვირდეთ მოძრაობას, ნახე, ავედით და აქედანვე დავინახე უკვე დაბრკოლება. ჩავრთე მარცხენა ციმციმა, სარკე მხარი, გადმოვედი, 30-იანი ზონა გვაქვს, მანქანის შენელებას დავიწყებ, 4-ვე საბურავით როგორც კი შემოვალთ, აი ნახეთ, ორივე მხარეს ზებრაზეც და გზაჯვარედინზეც კარგად დავაფიქსიროთ, რომ ხელი არავინ შეგვიშალოს და ქვეითები არ იყვნენ და ვაგრძელებთ მოძრაობას. გზაჯვარედინზე დათმობა აქვთ. 4-ვე საბურავით როგორც კი შევალთ ზოლში, შემდეგ ვთიშავთ ციმციმას და არ ვჩქაროთ მაჩვენებლის გამორთვას. მარჯვენა მხარეს აი ეს დაბრკოლება დავინახეთ შორიდან და ამას ავარიდეთ თავი.
შეგვეძლო, რა თქმა უნდა, უფრო ახლოს მოსულიყავით და შემდეგ აგვერიდებინა, არც ეს არ იქნებოდა პრობლემა. 50-ს არ გადააჭარბოთ, აქ რაც მთავარია. ნახეთ წინ გზაჯვარედინს სადაც დაინახავთ, 30-იანი იქვე არის, მაგრამ შეიძლება 30-იანი ვერ შეამჩნიოთ. გზაჯვარედინი უფრო მარტივი შესამჩნევია და ასევე ზებრის ნიშანი. ნელ-ნელა შევანელებთ, გზაჯვარედინზე გავიხედოთ აი ესე ორივე მხარეს, რომ დავაფიქსიროთ აუცილებლად არავინ არ იყოს და თან უпростоად ხელი არ შეგვიშალონ, ქვეთა გადასასვლელზე არავინ არ იყოს, თუ ვინმე იქნება ჩერდებით და უთმობთ და გზაჯვარედინზე ვინმე თუ იქნება, უბრალოდ მივაქციოთ ყურადღება, რომ დათმობა აქვს და ჩვენზე წინ არ მოისურვონ წასვლა. აქედან დაგვიძახებს, რომ 500 მეტრში მოვუხვიოთ მარცხნივ. ისევ 30-იანი ნიშანი, ისევ ზებრის ნიშანი, ანუ ისევ და ისევ მანქანას შევანელებთ, გავიხედებით ორივე მხარეს კარგად მხარზე, დავაფიქსირებთ, რომ ზებრაზეც არავინ არ მოდის, შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ და ვთქვათ, რომ ზებრაზე არავინ არ არის და ვაგრძელებთ მოძრაობას. აქედან გვეტყვის, რომ 300 მეტრი მოვუხვიოთ მარცხნივ. ხო, როგორც კი ზებრებს გავწდებით, ავტომატურად უკვე 50-იანი გვაქვს. ანუ 30-იანი შეზღუდვა, ახლა ამ შემთხვევაში არ მოუცია, მაგრამ ზებრა გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაინც 30-იანი შეზღუდვა გვაქვს ამ შემთხვევაში და უნდა შევანელოთ, გავიხედოთ, გამოვიხედოთ, ვაგრძელებთ და გავცდით თუ არა ისევ 50 გვაქვს, იმიტომ რომ გზაჯვარედინსაც და ზებრასაც თითქმის ერთდროულად ტოვებთ. 300 მეტრსაც წეღან გვითხრა, ეხლა აქ როცა მოვახლოვდებით, დაგვიძახებს, რომ მალე მოვუხვიოთ მარცხნივ. ნახეთ, აქედანვე მალე მოვუხვიე, ჩავრთეთ მარცხენა ციმციმა, მარცხნივ გვეტყვის, შევანელე მანქანა და ცოტათი შორიდან მივყვები, რომ აქეთ მოსაბრუნებელია და იქ არ შევიდე. მხარზე მარჯვნივ გავიხედე, წესით არც ჩვენ გვაქვს დათმობა, არც იმათ, იმიტომ რომ ისინი მარჯვენა ზოლში უნდა შევიდნენ, ჩვენ მარცხენა ზოლში უნდა შევიდეთ, მაგრამ შეიძლება მაინც ხელი შეგვიშალონ და მარცხენაში შემოვიდნენ. 500 მეტრში წრიული მოძრაობა მარჯვნივ და პირდაპირ დაგვიძახებს. ანუ ეხლა ნახეთ, მარჯვენა ზოლი დაბრკოლებული არის, მაგრამ აი აქედან რომ მოვუახლოვდი 300 მეტრი წრიული მოძრაობა მარჯვნივ, ჩავრთე მარჯვენა ციმციმას, სარკე შევამოწმე, არავინ არ არის. ნახეთ, გადასვლა გადავწყვიტე, კიდე ერთხელ შევამოწმე სარკე და მხარი და გადმოვედით მარჯვენა მხარეს. ციმციმას ჩართულს დავტოვებ, აქედან მალე წრიული მოძრაობა მარჯვნივ გვეტყვის, ქვეთა გადასასვლელზე არავინ არ მოძრაობს, მარცხნივ აქედანვე გავხედოთ, საერთოდ არავინ არ არის ახლა ამ მომენტში ქალაქში. მარცხენა მხარეს ხედავთ, არავინ არ არის, მაგრამ მხარზე მაინც კიდევ ერთხელ გავიხედე და შემოვერთე. ციმციმა გამოვირთო, ამიტომ აღარ ჩავთეთ. ცოტათი წინ რო შემოვალთ, მერე შეიძლება გამოვირთოს, ხო? მოხოვის შემდეგ უკვე აზრი აღარ აქვს, ანუ მოხოვის მერე რო გაითიშება, ან მოხოვის პროცესში ჩართულს, ანუ აღარ ჩავრთავთ უпростоად და თუ მოხვევამდე გაგვეთიშა, მაგ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩავრთოთ. აქამდეც 50 გვაქვს, ეხლა ამ გზაზე მაქსიმალური სიჩქარე 50-ია, 40, 45 ან მაქსიმუმ 50 თუ აგრძელებთ მოძრაობას. ცოტა ხანში ეხლა კონკრეტული წერტილი არ ვიცით საიდან, მაგრამ სადღაც აი ამ ადგილიდან მიგვითითებს, რომ 500 მეტრი წრიული მოძრაობა მარჯვნივ. ან 500 მეტრი მოვუხვევთ მარჯვნივ, გვეუბნება ჩვეულებრივ მარჯვნივ მოხვევა წრიულს არ ეხება, ხო? უბრალოდ მარჯვნივ გზას უნდა გავყვეთ. ანუ წრიულზე მაგ შემთხვევაში არ შევდივართ, როცა მარჯვნივ მივდივართ. მერე გვეტყვის 300 მეტრი მარჯვნივ, 50 გვაქვს მაქსიმალური სიჩქარე, აი აქ ნახეთ, გზა ცოტათი გაფართოვდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ თუ მარჯვნივ მივიწევით, აუცილებლად ციმციმა უნდა ჩავთოთ. ეს ზოლის შეცვლა არ გამოდის, იმიტომ რომ მთლიანი ეს მარჯვენა ზოლი ჩვენი არის, ხო? მარცხენა მხარეს არ უნდა გადავიდეთ. მალეო დაგვიძახებს, სარკეს შევამოწმე, პატარათი მივიწიე მარჯვენა მხარეს, შევანელებთ ნელ-ნელა მანქანას, აი ესე. მარჯვენა მხარეს უნდა ჩამოვყვეთ. მარცხნივ მაინც გავიხედები, რომ გზა არავინ გადმომიჯრას, შემოვდივართ მარჯვენა ზოლში და დაგვიძახებს, რომ 500 მეტრში მოვუხვიოთ უნდა მარცხნივ. ნახეთ, ცოტათი შორიდან, ანუ ძალიან შიგნით არ შევდივართ, მაგრამ ცოტათი შორიდან უნდა მოვუხვიოთ. წინ გზაჯვარედინის გადაკვეთას ვუყურებთ, რომ იქ ხელი არავინ შეგვიშალოს. აქ წესით ზებრა არის, ამიტომ გავხედავთ ორივე მხარეს, გამოვხედავთ, თუ ვინმე იქნება, აუცილებლად დავუთმობთ. ჩავთავთ მარცხენა ციმციმას, 300 მეტრი მოვუხვეთ მარცხნივ, სარკე შევამოწმე, გვერდით გადმოვხედე და მთლიანად შემოვედი მარცხენა ზოლში. აქედან უკვე ნახეთ, ეხლა დაგვიძახებს, რომ მალე მოვუხვიოთ მარცხნივ, ზოლები არ გვაქვს და ცოტათი რთული განსასაზღვრია, მაგრამ ეთყობა გზის დაგების კვალი, რითიც უნდა ვიხელმძღვანელოთ. მალე მოვუხვეთ მარცხნივ, მარცხენა მხარეს ეხლა გავხედე, რომ აი ამ მოსახვევს გავუსწორდე, წინ ხედავ არავინ არ არის, მარცხნივ სარკეში ჩავიხედე, გვერდით გამოვხედე და შემოვდივართ აუცილებლად მარცხენა ზოლში, იმიტომ რომ მოძრაობა აქ ცალმხრივი გვაქვს. აქედან კი არ არის ცალმხრივის ნიშანი, მაგრამ წინიდან გზაჯვარედინიდან ვერავინ ვერ შემოვა, შესვლა აკრძალვის ნიშანი უდგათ. აქედან უკვე გვეტყვის, რომ
უпроსტად ჯერაფს არ გვეუბნება, მაგრამ გვეტყვის, რომ ალბათ 300 მეტრი მარცხნივ, იმიტომ რომ 500 მეტრი აქ ნამდვილად არ არის, პირდაპირ ვაგრძელებთ მოძრაობას, მერვე მარშრუტით ზუსტად ესე შემოდის, უბრალოდ მერვე მარშრუტი აქედან მარცხნივ წავა. ხვედით და გადასასვლელზე არავინ არ არის, თან მწვანე გვინთი აქვს, საჯავედინს გადავკვეთავთ და მაინც უნდა გავხედოთ ორივე მხარეს იმის მიუხედავად, რომ წითელი უნთია და მოძრაობის უფლება არ აქვთ. გავიხედეთ ზებრაზეც ისევ, რომ უსაფრთხოებაში დარწმუნებულები ვიყოთ. აქედან გვეტყვის, რომ მალე მოვუხვიოთ მარცხნივო, ჩავრთავთ მარცხენა ციმციმას და აკვირდით შევანელებ ეხა მანქანას. ჯერ ზებრამდე გავაჩერებ, რომ მე მეტად დავწმუნდე უსაფრთხოებაში. მარჯვენა მხარეს სარკე არის, ეხა სარკეში ვიყურები, ხედავ, რომ სარკეში რაღაცა ჩრდილივით ჩანს, შავი არის. დავაფიქსირე, რომ მანქანა არ არის, დავძარი, მხარზე გავიხედე და წამოვედი, შემოვდივართ მარცხენა ზოლში. თან დავალოდეთ წინიდან აი ამ გაჩერებულ მანქანას, იმის მიუხედავად, რომ სტოპი აქვს, მაინც რატომღაც უპირატესები არიან. ჩავრთეთ მარჯვენა ციმციმა და გადმოვედით მარჯვენა ზოლში, იმიტომ რომ აი ხა წინ გამოჩნდება მანქანა, მოდის იქვე უხოს, მაგრამ წინ გამოჩნდა მანქანა. ანუ შემოსვლის უფლება არ აქვთ, მაგრამ ვინც აქ ცხოვრობს ან მუშაობს სადმე ამ ტერიტორიაზე შემოდიან ხოლმე ჩვეულებრივ. რაც შევანელეთ 30 გვაქვს მაქსიმალურ სიჩქარე 30-ს არ ვაჭარბებთ, როგორც კი აი ამ ბოლო ბუგაროქს გავწდებით, უკვე 40 გვექნება მაქსიმალური და ჩავრთავთ მარცხენა ციმციმას, სარკეს შევამოწმებ გვერდით, გამოვიხედები და გადმოვალ. იმდენად მოკლე მანძილი არის უბრალოდ, რომ 40 კი გვაქვს, მაგრამ 30-35-ზე სწრაფად მაინც ვერ წავალთ, მოხუ აგვიწევს, ამიტომ შეზღუდვა რო არის ხოლმე, ზოგჯერ არ ვიძახით ხოლმე არაფერს. მარჯვენა ციმციმა ჩავრთეთ, ხედავ, რომ დაბკოლებულია, წრიული მოძრაობა მარჯვნივ გვეტყვის, უწყვეტის გადაკვეთა გვიწევს, იმიტომ რომ ეს მანქანები გაჩერებულები არიან, სარკე შევამოწმე, გვერდით გავხედე, გადმოვედი, სამკუთხედებთან გავაჩერე, რამდენიმე მანქანა მოდის. აი ხა ნახე, სანამ მე იქ მოსახვამამდე მივალ ესენი გაივლიან, ამიტომ დავძრავ, წამოვალ, თუ რამე იქნება, აქაც შეგვიძლია რომ შევანელოთ და გავხედოთ კიდევ ერთხელ, რომ უსაფრთხოებაში დარწმუნებულები ვიყოთ, შემოვდივართ მარჯვენა ზოლში და მანქანის აჩქარებას ვიწყებთ უკვე 50-მდე, იმიტომ რომ მოხვევის პროცესში, იქ მოძრაობის პროცესში 10-ით მოვდიოდი და მეტით ვერ გავაგრძელეთ მოძრაობა. 50 გვაქვს მაქსიმალური, ძველი რუსთავიდან უკვე ისევ ახალ რუსთავში ბრუნდებით, ცოტა ხანში მიგვითითებს, რომ წრიული მოძრაობა მარცხნივ და პირდაპირო. ანუ მარჯვენა მხარეს მეშვიდე მარშრუტი მოძრაობას აღარ აგრძელებს, აღარც იმ შუქნიშანზე აღარ მიდის, რომელიც ყველა სჭრიდა და თითქმის 90% იჭრებოდა. მარცხენა ციმციმა ჩავრთე 500 მეტრი მარცხნივო დაგვიძახებს, ნახეთ როგორ გვეუბნება 500 მეტრი წრიული მოძრაობა მარცხნივ და პირდაპირ. 4-ვე საბურავით შემოვედით და გავთიშეთ ციმციმად. მერე გვეტყვის 300 მეტრი წრიული მოძრაობა მარცხნივ და პირდაპირ, მარცხენა ზოლი გვიკავია უკვე, თუ არა და მარჯვენა ზოლში თუ იქნებოდით, ახლა გადმოვიდოდით მარცხენა მხარეს, ან როცა გვეტყვის 500 ან 300 მეტრი, უკვე მარცხენა მხარეს დაკავება დაგჭირდება და მარცხენა ზოლში გადმოხვალთ. თუ მარჯვენა მიმართულება მოგცათ, მაშინ მარჯვენა ზოლში უნდა გადავიდეთ. ხეთ ეს არის წრიული აი ეს დიდი შუშის ანძა, მარცხენა ციმციმა ჩავრთეთ, მალე წრიული მოძრაობა მარცხნივ და პირდაპირ გვეტყვის, შევხედოთ, რომ აქ არავინ არ მოდიოდეს, აი ესე მოვიწევით და მეორე ზოლიდან ვხოთ, ნახეთ, ჯერ წინ მივდივართ, სარკეს ჩავხედავ, ქვევით რომ გამომცდა სარკესთან, ცოტათი შორიდან შემოვალ, რომ მე მარცხენა მხარეს უკანა საბურავით არ გადავკვეთო. აქეა ნავალ ხა ზევით, ზებრა არის, ამიტომ გავხედე, გამოვხედე, არავინ არ არის, თითქმის არასდროს არავინ არ მოძრაობს აქ. ვერსად ვერ წავლენ, იქ შესვლა არ შეიძლება. გავაჩერეთ, მარჯვენა მხარეს მხარზე ვუყურებ ხა, რომ გვერდიდან წამოსულ მანქანებთან დათმობა გვაქვს და წინ გზაჯვარედინს როგორც კი შევალთ, მარცხენა ზოლში უნდა შევიდეთ. აი ხა ერთი მანქანა მოდის, ძალიან სწრაფად მოდის, ამიტომ არ დავძრავ, გაიაროს და ამის მერე დავძრავ. გავაგრძელებ მოძრაობას და მარცხენა ზოლში უნდა შევიდე, მაგრამ კიდევ ერთხელ შევიხედები, რომ გვერდიდან არავინ შემოგვიჭრას გზა. ზებრაზეც დავაფიქსიროთ, რომ არავინ არ არის. ავიდეთ, აქაც ისევ 50 გვაქვს და დაგვიძახებს 500 მეტრში მოვუხვიოთ მარჯვნივ. მარცხენა ზოლიდანაც შეგვიძლია მოხვა, მარჯვენა ზოლიდანაც შეგვიძლია, ჩვენთვის სასურველი რომელიც იქნება იმ ზოლიდან მოვუხვიოთ, მაგრამ მაინც ჯობია რომ მარჯვენა ზოლი დაიკავოთ, თუ შესაძლებელი იქნება. თუ არ იქნება შესაძლებელი, მარცხენა ზოლიდან მოვუხვიოთ. ეხლა შესაძლებლობა გვაქვს. მარჯვენა სარკეში ჩავიხედე გვერდით. აი ესე გადმოვდივართ, მალე მოვუხვიოთ მარჯვნივ დაგვიძახებს, ნელ-ნელა წამოვალთ აი ესე მარჯვენა მხარეს, მხარზე მარცხნივ გავიხედებით, შემოუერთდებით, მარცხენას ჩავთავთ, სარკე შევამოწმე, მანქანა მისწრებს ახლა, ამიაროს გვერდი და
გვერდითაც გამოვხედე და შემდეგ გადმოვალ მარცხენა ზოლში. ხო, თუ ზოლის შეცვლის დროს გაითიშა უკვე მეტი ყურადღება არ დაუთმოთ სიმსიმას, რომ მაინც შეფერხება არ მოგცეთ და არ დაგაბნიოთ, თუ გაითიშა არა უშავს და თუ ჩართული იყო, როგორც კი შემოხვალთ, მერე გათიშავთ 4-ვე საბურავით, როცა შიგნით იქნებით. ქვით და გადასასვლელებზე გავიხედოთ. აი 50 მარჯვენა მხარეს გვიდგას. 50-ზე სწრაფად არ ვაგრძელებთ მოძრაობას, 40-45 ყველაზე კარგი ვარიანტია, როგორც ვამბობ, თუ ჩამობნელდება, ხო, ეხა იმდენად ძალიან არ ბნელა, რომ აქ მე მათ შემბელთა დაფაზე სიჩქარებს ვერ ვხედავდე, მაგრამ თუ მხედველობა გამიჭირდება, მაშინ მანქანას აი აქ მარცხენა მხარეს აქვს დასატრიალებელი, მარჯვნივ გადავატრიალებთ და გაბარიტული სინათლეები უკვე გადავა ახლო განათების ფარებზე. ხო, ამას უკვე შემდეგ ვიდეოში ყველაფერს გასწავლით, რაც იქნება მანქანის განხილვა იმ 20 კითხვასთან დაკავშირებით. ანუ გვაქვს გამოცდაზე 20 კითხვა, თეორიული და საჩვენებელი. ამ 20 კითხვიდან რომელიმე 2 კითხვას დაგვისვამენ და აუცილებლად პასუხი უნდა გავცეთ. თუ ვერ გავცეთ, 2 მსუბუქი შეცდომა დაგვეწერება. როგორც იცით, 15 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება გვაქვს, მაგრამ ნახეთ როგორ არის 14-ის უფლება გვაქვს და მე-15-ზე ვიჭრებით. ადრეც ეგრე იყო, 12-ის უფლება გვქონდა, მაგრამ 11-ის უფლება გვაქვს და მე-12-ზე ვიჭრებით, ხო? ამიტომ ეს 2 მსუბუქი შეცდომა თუ კითხვებზე ვერ გავეცით სწორად პასუხი, იმ 15-ეს შეცდომას მოაკლდება, ანუ 14-ს, ხო, მე-15 უკვე ჩამჭრელია. მძიმე შეცდომაზე ადრე ეწერათ, რომ ერთი მძიმე საპატიოა და მეორე შეიძლებაო, მაგრამ როგორ არის იცით, ანუ რეალურად არც მძიმეს არ ვპატიობენ. აქ უკვე დამოკიდებულია თვითონ გამომცდელზე, შეიძლება ორჯერ გვაპატიოს რაღაც მოქმედება, შეიძლება 3-ჯერ გვაპატიოს. მაგრამ ჩვენთვის თავარია, რომ მანქანას ისე ვმართავდეთ, რომ აი ეს მსუბუქები, ან მძიმე შეცდომები არ დაუშვათ. ყოველ შემთხვევაში მსუბუქი ბევრი არ დაუშვათ და მძიმე საერთოდ არ დაუშვათ. 50 გვაქვს ისევ მაქსიმალური გზა, მხოლოდ პირდაპირ მიდის, ნუ მობრუნება და მარჯვნივ წასვლა შეიძლება, მაგრამ ჩვენი მარშრუტი მიდის პირდაპირ. აი აქ ნახეთ, ეხა გაზ გავუშვებ ფეხს, მობრუნების ნიშანთან ცოტათი წინ გვაქვს სანიაღროები, სადაც წყალი გადის და ცოტათი ნელა უნდა გადავატაროთ მანქანა. აი ახეთ შევანელე, წინ წამოვიწიებ, ხედავ რომ რკინები ყველგან ჩასმოვია და ხელს არ მიშლის, მარჯვენა სარკეს შევამოწმე და რატო შევამოწმე? ზოლის შეცვლამი და ჩავრთე მარჯვენა ციმციმა და გადმოვედით მარჯვენა ზოლში. აი ეს. დაგვიძახებს რომ 500 მეტრი მოვუხვიოთ მარჯვნივ. ანუ აქედან უკვე ამ ადგილზე ჩვენ მარჯვნივ კი მივდივართ, მაგრამ ვთავთ მარცხენა ციმციმას, იმიტომ რომ შედარებით მთავარ გზას უერთდებით. ანუ რა გამოდის ახლა აქედან? ჩვენ მარჯვენა ზოლში თუ იქნებით, მალე მოუხვიო მარჯვნივ, რო გვეუბნება, ვრთავთ მარცხენა ციმციმას. ნახეთ, ახლა ამოვდივარ, მარჯვენა მხარეს მოვიწიე, ჩავრთე მარცხენა ციმციმა, მალე მოუხვე მარჯვნივ, დაგვიძახებს, ცოტათი მოვდივარ რა ესე, სამკუთხედი გვაქვს მარჯვენა მხარეს, შევანელებ მანქანას მხარზე, ან წინა ფანჯრიდან, ან უკანა ფანჯრიდან გავიხედები, ვხედავ რომ არავინ არ მოდის, ნელ-ნელა მოუმატებ სიჩქარეს, კიდევ ერთხელ გავხედე, სარკე შევამოწმე და შემოვერთდი. აქ მთავარია რომ ზედმეტი გაზი არ მოგივიდეთ. ზედმეტი გაზი უკვე იმას ნიშნავს, რომ ანუ შეიძლება მანქანა დაგვიბუქსავდეს, თან ნახეთ რა ხდება, თუ ზედმეტი გაზი მივეცით, ანუ ვიჩქარეთ გასვლა. თუ ვიჩქარეთ გასვლა, ესე იგი მანქანა მოდიოდა. შესაბამისად არ შეიძლება და ჩავიჭრებით, ხო? ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად გააგრძელეთ მოძრაობა, დააფიქსირეთ კარგად, რომ არავინ მოძრაობდეს და ააჩქარეთ. შემოსვლის შემდეგ გვაქვს ეგრევე 70, მაგრამ ამ შემთხვევაში 50-ზე სწრაფად ჯერ ვერ წამოვედი. აი აქ გამოვსდი გზაჯვარედინს 70-იანი ხელახლად დამიდგეს და ოდნავ კიდევ ავაჩქარებ ახლა. ავაჩქარებ 60-65-მდე. რაც უფრო 70-იან ზონაში მაგალითად 70-თან მიახლოებული ვივლი და თამამი ვიქნები და გამომცდელს ვაჩვენებ, რომ რეალურად სიჩქარის არ მეშინია და დარწმუნებული ვარ ჩემი მანქანის მართვის პრაქტიკაში, უკვე ჩვენთვისაც გაიქნება და მათთვისაც გაიქნება, რომ დარწმუნებულები იყვნენ. ოღონდ გამოსვლისას უკვე იცის, რომ კარგად მართავთ მანქანას. სხვა შემთხვევაში აქამდე ვერ მოაღწევდით, ხო? ამიტომ დაწყების დროს აი 70-იან ზონაში რომ მოგიწევთ მოძრაობა, 60-65-ს რომ დაიკავებთ სიჩქარეს, იმდენად აი ესე მკაცრად და კარგად უნდა მართოთ მანქანა, რომ გამომცდელი მიხვდეს, რომ ჩვენ არ გვეშინია არც სიჩქარის და არც გამოცდის. 50-იანი ზონა გვაქვს, ნელ-ნელა მანქანის შენელებას ვიწყებთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ 50-იან ზონაში ვალდებულები არ ვართ, რომ 50-ით შევიდეთ, მაგრამ ვალდებულები ვართ, რომ მანქანის ან შენელების პროცესში ვიყოთ,
ან უკვე 50-ზე ნაკლებით ვიმოძრაოთ. მაგრამ არ გვავალდებულებს იმას, რომ მანამდე შევანელოთ და იქ 50-ით შევიდეს. ანუ შენელების პროცესში ვიყოთ, ან მაქსიმალურად 50-თან ახლოს. ანუ 52-ით და მე ცოტათი კიდევ შევანელებთ. ავტობანზე როგორც კი შემოვედით, სიჩქარეს მოუმატებთ, ნელ-ნელა ავაჩქარებთ მანქანას, მაქსიმალური სიჩქარე 90 გვაქვს და შეგვიძლია 80-85-ით დავიკავოთ. ჩემი რეკომენდაცია იქნება მაინც, რომ აი აქ არ იჩქაროთ ჯერ, ნახეთ, ეხლა სარკე შევამოწმებთ, რომ გვერდიდან არავინ გადმოგვიჭრას გზა და მეორე შემოსაერთებელიც გვექნება წინ და იქაც არ ვიჩქაროთ, ანუ 80-ით გავაგრძელოთ მოძრაობა და თუ ვიღაცას მაინდა-მაინც გინდათ, რომ 90-ით იმოძრაოთ, რაც ჩვეულებრივ ნებადართული არის, მაგ შემთხვევაში პირველი შემოსაერთებელი გქონდა ამ ჩქარებელი ზოლი, ეხლა მეორე იქნება, აქ შემოსვლის უფლება არ აქვს, მაგრამ შემოდიან აქაც და წინ ნახეთ კიდევ ერთი შემოსასვლელი არის, ანუ აქაც არ შეიძლება და შემოდიან მაინც და ყურადღებას ვაქცევთ, რომ არ გადმოგვიჭრან. აი შემოსასვლელი პირდაპირ და მარცხნივ ისრით რო არის, იქიდან ვუერთდებით ჩვენ. მანამდე ორი შემოსასვლელი არის ვითომ, მაგრამ იქ არ შემოდივართ, იმიტომ რომ ეგ არის პირიქით ამ მომენტისთვის ჩვენთვის, რომ თუ გზიდან გადასვლა დაგვჭირდება, მანდ უნდა გადავიდეთ. ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ რომ 90-მდე ააჩქაროთ. მაგრამ ჯობია მაინც რომ 80 ან 85-ით იმოძრაოთ, რომ მაინც მეტი უსაფრთხოება დავიცვათ. თორე რეალურად დარწმუნებული ვარ, რომ მართვის მოწმობებს რა იღებთ, ყველა აუცილებლად 90-თან ზევითივლით რა, მაგრამ აქ გამოცდაზე ვართ, არ ვჩქარობთ, წყნარად ჩვიდათ უნდა მივყვეთ მოძრაობას და ეხლა წინ ხედავ, რომ ჩემზე ნელა მიდის ის მანქანა. ამიტომ გაზიდან ფეხი ავიღეთ, თან მარჯვენა ზოლში გადადის, მივყვები, მწვანე ნიშნებს აი აქ ბილბორდებთან რომ დაგვიძახებს, რომ 500 მეტრში მოვუხვიოთ მარჯვნივ, აი ესე, მერე აქ გვეტყვის, რომ 300 მეტრი მოვუხვიოთ მარჯვნივ, უკვე როცა მივახლოდებით კიდე, გაზს გავუშვებთ ფეხს, ნახეთ, მარჯვენა მხარეს, აქედანვე ჩანს, მაგრამ როცა გვერდით ვიქნები, მხარზე გავხედავ, ჩავთავ მარჯვენა ციმციმას, მარჯვენა სარკეს შევამოწმებ, გვერდით კიდევ ერთხელ გავიხედები, გადმოვალ მარცხენაში ჩავიხედები, ან შუაში ჩავიხედები და შევანელებ. უმჯობესია რომ მაინც მარცხენაში შევამოწმოთ, რომ გზას არ გვიჭრიდეს ვინმე, ან პირიქით ჩვენს უკან სწრაფად არ შემოდიოდეს და ჩვენ ცუდ მომენტში არ დავუტორმოზოთ მანქანა. ახეთ მოსახოს მოვყვები, ციმციმა ჩართული მაქვს, აქ უკვე 50-ია მაქსიმალური სიჩქარე, როგორც კი საჭეს თითქმის გავასწორებ, ან გასწორდება ციმციმა ითიშება, ამიტომ მანამდე ყურადღებას არ ვიბნევთ, არ ვიფანტავთ და როგორც კი თვითონ გაითიშება, მან ვანებებთ თავს. ჩვენ არ გვაინტერესებს ეს ციმციმა, გაითიშოს თავისით. სტოპ ნიშანთან მოვედით და აკვირდით. გზა მხოლოდ პირდაპირო, ანუ ეს მიგვინიშნებს ახლა რა, რომ მარჯვენა მხარეს მივდივართ, მაგრამ ეს პირდაპირ მინიშნება მარცხნიდან ვინც მოდის, იმათვის არის განკუთვნილი. ჩვენ გვეუბნება, რომ ცალმხრივი მოძრაობა დასრულდა და სტოპ ნიშანი გვაქვს მხარზე, გავიხედეთ, ეხლა ორი მანქანა მოდის, აუცილებლად 0-ზე ვაჩერებთ მანქანას, რამდენიმე წამით ველოდებით, კიდევ მოდის ეხლა მანქანა, მეორეც რო გაივლის, მერე გავაგრძელებ მოძრაობას. კიდევ ერთი სამჯერ შევამოწმეთ, მარცხენა ციმციმა გვაქვს ჩართული, დავძარით წინ გადმოვიწიე, სარკეში ჩავიხედები, რომ იქიდან ეხა ჩანს, რომ ვინმე არის თუ არა, არავინ არ არის, შემოვუერთდით, ავაჩქარეთ 40-მდე მანქანა და გამოვხდეთ ციმციმა. 40-მდეში ვგულისხმობ, რომ ანუ ზუსტად 38-39-ზე ვუთიშავ რა, 35-მდე ციმციმას არ ვთიშავ, იმიტომ რომ ჯერ მაინც ნელა მოძრაობ. 60-იანი არის და 40-მდე რო ავაჩქარებ, უკვე 38-39-40 უკვე ჩვეულებრივ შეგვიძლია გავთიშოთ, ან ნუ ცოტა მეტიც 45-მდე შეგიძლიათ გქონდეთ და გათიშოთ. მერე უკვე შეცდომა დაგეწერებათ ციმციმის დიდი ხნით გამოყენებისთვის არასწორად, იმიტომ რომ მაგ დროს უკვე როცა ზედმეტ ხანს ვიყენებთ, არ ვჭირდება. 70-იანი ზონა იყო და მე 50-იანი მოგვცა, ანუ მანქანას შევანელეთ. ამ შემთხვევაში მე 55-ზე სწრაფად არც არ ამიჩქარებია, ამიტომ შედარებით ნაკლები სიჩქარით მოძრაობდი. შევანელებ ეხა ოდნავ მანქანას, დაზიანებულია გზა და შედარებით ფრთხილად შევუერთდე. მარცხენა მხარეს სარკეს შევამოწმე, მაგრამ ჯერ არ ვჩქარობ, არ მაქვს უფლება შეერთების. მანქანა ავაჩქარე, იქ დავინახე რომ არავინ არ იყო, ავჩქარდი, სარკეს შევამოწმე, გვერდით გადმოვხედე და პირდაპირ უკვე 84-ით შემოვედი მაგისტრალზე. ანუ შეგვიძლია იქვე ავაჩქაროთ და გადმოვედეთ, ან იქიდან ავაჩქაროთ ცოტა, რომ 20 და 30 და 50-ით არ მოძრაობდეთ და შემდეგ უკვე მაგისტრალზე შემოსვლის დროს შეგვიძლია რომ 90-მდე კარგად ავჩქარდეთ. ცოტა ხანში დაგვიძახებს, რომ 500 მეტრში მარჯვნივ უნდა მოვუხვიოთ და უკვე სააგენტოს მიმართულებით მივდივართ. მარჯვენა მხარეს ქალაქში ძველი ვიდეოებს ვინც უყურებთ, მარჯვენა მხარეს ქალაქში არც ერთი მარშრუტი აღარ ბრუნდება.
ამ ეტაპზე მწვანე ფოტოები, რომელსაც აქვს, ის არის ძველი მარშრუტები და ახალი მარშრუტები უკვე განახლებული მარშრუტი აწერია, ხო? ახალი მარშრუტი ან განახლებული მარშრუტი. აი სადღაც აქედან გვეთქვეს, რომ 500 მეტრში მარჯვნივ მოვუხვიოთ, ჯერ დაველოდებით, რომ შემოგვიერთდნენ და მერეა ჩვენი შესასვლელი. ანუ ჩვენ პირდაპირ როგორც კი წყვეტილი გვექნება, შესვლის უფლება არ გვაქვს, იმიტომ რომ ეს არის შემოსაერთებელი, ანუ იმათი ამჩქარებელი ზოლია. ჩვენ არ გვაქვს აქ გადასვლის უფლება. ნახე, შემოგვიერთდნენ, სარკეს შევამოწმოთ, რომ ცუდად არავინ გადმოგვიჭრას გზა. ნახეთ, 300 მეტრი მარჯვნივ, ჩავრთე მარჯვენა ციმციმა, სარკე შევამოწმე, მხარი შევამოწმე, გამეხსნა თუ არა, კიდევ ერთხელ ჩავიხედე სარკეში და გადმოვდივარ. აი ესე. შენელებას ვიწყებთ როგორც კი შემოვალთ, ოდნავ პატარათი გავაგზავნოთ მოძრაობა და დავიწყოთ შემდეგ უკვე შენელება. მალე მოვუხვეთ მარჯვნივ, ციმციმა ჩავრთეთ, შემოვედით მარჯვენა მხარეს და ვაგზავნებთ მოძრაობას. პირდაპირ აქ უკვე ჩვენი გამოცდაც დასრულდება. მაგრამ არ იჩქაროთ, ამ შემთხვევაში არავინ არ მოძრაობს გზაზე, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ბევრი ქვეითი მოძრაობს, ბევრი მანქანა არის, ამიტომ მეტი ყურადღება მიაქციეთ. სხვა ვიდეოებში აქ მანქანები გვხვდება. ამ შემთხვევაში არავინ არ არის საერთოდ ჩვენს გარდა, არც უკან და არც წინ. მარჯვენა მხარეს ქვეითები არიან, ანუ როდესაც მარტო ვართ, შეგვიძლია უბრალოდ ჩავიხედოთ სარკეში, ოდნავ მივიწიოთ, მოვიწიოთ, ანუ ჩვენი ზოლია. მაგრამ როდესაც სხვა მანქანებიც მოძრაობენ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, აუცილებლად, რომ სარკე, ციმციმა და მხარი გამოვიყენოთ ზოლის გადანაცვლების მომენტში. 500 მეტრი წრიული მოძრაობა მარცხნივ და პირდაპირ, შუაში ვარ და არაფერს არ ვაკეთებ, პირდაპირ ჩვეულებრივ გავაგრძელებთ მოძრაობას. 300 მეტრი წრიული მოძრაობა მარცხნივ და პირდაპირ დაგვიძახებს და ბოლოს გვეუბნება მალე წრიული მოძრაობა მარცხნივ და პირდაპირ. ჩავრთე მარცხენა ციმციმა, ოდნავ მარცხნივ მოვიწიე, პირველს არ ვუთმობ, თვითონ მithმობენ, მეორე მხარეს აი ესე რომ შემოვალ წრეულთან მარცხნივ მხარზე გავიხედები, რომ არავინ მოძრაობდეს, ნელ-ნელა წამოვალ აი ესე, ჩავრთავ მარჯვენა ციმციმას, გვერდით გავიხედებ იმ მხარზე, სარკეს შევამოწმებ და აი ესე პირდაპირ შემოვდივართ და ვჩერდებით. აქ დასრულდება ჩვენი გამოცდა. პარკირებაში გადავიტანთ, ხელის მოხრით ჩამოუწევთ და თუ გვეტყვის, რომ არ ჩააქროთ, არ ჩავაქრობთ, თუ არაფერს არ გვეტყვის, აუცილებლად გავთიშავთ ძრავს.